საოცარი ადამიანები ანსამბლი ლაპრიმა და ერთი მათი ხელმძღვანელი უკვე აქ არის. ბატონი მიხეილი და ქალბატონი ნინო ლომიძე მობრძანდი. გოგოებო, დიდი მადლობა. ვაიმე, ოქროები ხართ, გოგოებო, ოქროები, როგორ ბრძანდებით ქალბატონი? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? მიხეილ, როგორ ახართ ჩემო ბატონო? მოგესალმებით, თქვენს მაყურებლებს. როგორი არაჩვეულებრივი ბავშვები და ძალიან ლამაზი სიმღერაა სხვადასხვა. ვისია ეს სიმღერა? ჩემია. რა მაგარია? ტექსტიც თქვენია. კი. დასამახსოვრებელი ახლა ნახე. ხვალ თოვს. იმედია შემოვიტანეთ რაღაც პოზიტიური განწყობა. ნამდვილად შემოვიტანეთ აბსოლუტურად გეთანხმებით არაჩვეულებრივი ბავშვები საოცარი სიმღერა. და ვიცი რომ გარდა ასე ვთქვათ რაღაც პოზიტივის და განწყობის ბევრი სიახლეებით მობრძანდით ჩვენთან. აბა ბრძანეთ ჩემო ბატონო. კი ბატონო, სიახლეებს მე ვიტყვი. აბა გისმენთ ბატონო მიხეილ. ნინი ძირითადად არის შემოქმედებით თემაში, მე ვარ საორგანიზაციო თემაში. ეხა დაგეგმილი გვაქვს საახალწლო კონცერტი 27-ში ვახტანგ სარალიძეში და დამატებით ვიღებთ დაახლოებით 30-მდე კლიპს. 30 კლიპი. ეხა ეთერის შემდეგაც მივდივართ, უნდა გადავიღოთ. საერთაშორის ჩვენი ქალაქი განსაკუთრებით ლამაზია წელს. კი, აი ხა რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს გადაღება, აქედან მივდივართ. საახალწლო სოფლისკულის. საკმაოდ ესეთი აქტიურად ვართ ჩართულები ყველაფერში. დეკემბერი არის ხოლმე ჩვენთვის სტუდიისთვის, ბავშვებისთვის ზოგადად. ძალიან დატვირთული, მაგრამ აი ეს იმდენად სახალისოა, იმდენად ბედნიერების მგვრელია, ასე ვთქვათ და თუნდაც დღეს, რა თქმა უნდა, დღეს რომ ვართ ეხა თქვენთან სტუმრად, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ ჩვენი ბავშვები, იმით რომ არ არის მარტივი, ეხლა პირდაპირ ეთერში დადგა იმღერო და ეს საშუალებაც რო ეძლევათ, ვარც აი უზომოდ მადლიერები და რა ვიცი, მინდა რომ ვუსურვოთ არა მარტო ლაპრიმელებს, არამედ სრულიად საქართველოს ბავშვებს და ყველას მოკლედ ბედნიერი ახალი წელი და დღევანდელ დღეს გილოცავთ სრულიად საქართველოს და თითოეული ოჯახის წმინდანი. აი რა მაინტერესებს? აი საოცარი ქართული არაჩვეულებრივი სული, გული, სიმღერა, ულამაზესი ქართული პატარ-პატარა შტრიხებით და ინგლისური ისა იტალიური დასახელება. რას ნიშნავს ლაპრიმა? არა, პირველი. ეს ნიშნავს პირველი. არა, ხო, არა, რას ნიშნავს რა გაგებით? ლაპრიმა რატო? ხო, რატო? აი მართალია. იცით არის პრიმა როგორც მოგეხსენებათ ნიშნავს გამორჩეულს, პირველს წამყვანს. ძალიან ბევრს ვფიქრობდით სტუდია როდესაც დავაარსეთ სახელი. როდის მოხდა ეს ამბავი? ეს მოხდა 2018 წელს. ხო. რა მაგარია, 9 წელიწადია ამ საქმეს აკეთებთ რა მაგარი, მართლა ლაპრიმა ყოფილი. მართლა. ეხა 3 ფილიალი გვაქვს და სადასად? ვარკეთილი, დიდი დიღომი და გლდანი. გეგმება საერთოდ. აი, ხომ არა, 3 ფილიალი ძალიან რთულია. ძალიან რთულია. როგორ უძღვებით, როგორ ინაწილებთ საქმეებს? მე ნახე რა არის ერთი ოჯახის წევრები, მეუღლები არის, რომ შენ შემაგივრად ეს გააკეთე, მე შემაგივრად აი რაღაცა. რა თქმა უნდა, ესე არის. იცით რა არის, სწორედ ალბათ ამიტომ მოვედით და მოვიყვანეთ აქამდე. ეხლა მოგეხსენებათ, რომ თავიდანვე როდესაც რაღაც საქმეს იწყებ, არ ხდება, ხო? რომ ყავდეს, თქვათ, უამრავი ბავშვი, პატარა ნაბიჯებით, მაგრამ სწორედაც რომ ერთად ვიყავით ჩართულები, ამან გაგვაძლია. ეხლა წინა ეთერშიც ვიყავით თქვენთან, ყავდა 250. ეხლა ყავს ხო? მეტი, უფრო მეტი ყავს და მიღება შევაჩერეთ უბრალოდ, რომ ფიზიკურად ვერ იმავშობთ და იანვრიდან განვაახლებთ აუცილებლად მიღებას. რასაკიდან ბოდიში 3-დან 18 ეხლა ყველაზე მთავარი რა მაინტერესებს, ძალიან რთულია ბავშვებთან მუშაობა, იმიტომ რომ მეც მქონდა ამის გამოცდილება და ზუსტად 3 თვეში ვთქვი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დროის ფაქტორი არ იყო ისე მობილიზებული. და ძალიან დიდი დეფიციტია პედაგოგების. აი ამ 3-ვე ფილიალში თქვენ ხართ პედაგოგი თვითონ თუ? აი ეს მინდა ვთქვა, თავიდან რა თქმა უნდა, როდესაც დავიწყე, ვიყავი მე პედაგოგი ყველა ფილიალში, მაშინ ჯერ 2 ფილიალი იყო. და შემდეგ უკვე რომ მივხვდით რომ გავიზარდეთ, ეხლა უკვე ჩვენ ყავს 3 ვოკალის პედაგოგი, ყავს ცეკვის მასწავლებელი, ყავს მენეჯერი, ასევე ზაზა გოჩიტაშვილი, რომელიც იცით და სულ გვერდში გვიდგას და ყველაფერში გვეხმარება.
და ეხლა უკვე ანუ მე და მიხეილი ვართ ვთქვათ საორგანიზაციო, ასე ვთქვათ რეპეტიციები იქ, ანუ უამრავი რაღაც არის, რაც უნდა ასე ვთქვათ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის მშობლები, ვინც ჩვენ გვენდობა, ის ბავშვები, ვინც ჩვენთან არიან, მათ გავუმართლოთ იმედები, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება და ამისთვის ჩვენ გვიწევს თავგადადებული შრომა, რაც არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, ასევე მიხეილისთვის 24/7-ზე მუშაობს. არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, რომ მშობელი გაბარებს შვილს და თანახე გარდა სიმღერის გემოვნებაც უნდა დაუხვეწო და გაზარდო აი ესეთი კარგი მსმენელი და რაღაცა გარდა სიმღერის კიდევ რამე არის რა 3 წლის ბავშვი როცა მოდის მხოლოდ სიმღერა არ არის ანუ სხვა რაღაცებიც უნდა მოიწონოს იქ გაიხსნას ბავშვი ვიწყებთ მეცადინე თქვენ მუსიკოსი ხართ თქვენ მუსიკოსი ხართ თქვენს მუსიკოსი ხართ ბატონო სხვათა შორის მე ძალიან დიდი რაც მოსული ხარ პირველად გაიგიბე შეოჯახაშენებო ასე გაიგიბე გადავიდე პოზიტივიზე ხარ ყველაზე რეიტინგულ არს გაიგიბე მე რა რა პირდებით რომ ძალიან ბევრს გაიგიბე აი მე ხომ რომ გაიგიმოს მე ხო მე მაგას რომ მოვიდა დაჯდა ასე მგონია ფინანსურ მახინაციებში გავიდე ასე შეგენაცვალე ესე დაახლოებით 10 წელი მუშაობდი საფინანსო სექტორში მაგრამ ირიბად ყოველთვის საფინანსო სექტორში იქიდან მოყვება. ირიბად ყოველთვის შართული ვიყავი, რა თქმა უნდა, ლაპრიმაში, მაგრამ ბოლო რამოდენიმე წელი აი მთლიანად გადმოვერთე, იმიტომ რომ მასშტაბირება გავაკეთეთ და უკვე თავის საქმეს ვიღარ. ეხლა წელს დავიწყეთ, ჩვენ თვითონ ვიღებთ კლიპებს. ყავს ოპერატორები. აი ეს მაინტერესებს. ოპერატორ, რეჟისორებთანაც ასწავლი და კამერასთანაც ბავშვებს მუშაობ. ანუ გვაქვს გარე კლიპი და შიდა კლიპი. ანუ რომელიც წვანე ფონზე იღებს და გარეთ, როდესაც აი ეხლა გუშინ წინ მქონდა ყინვები ხო არის და 3 წლის ბავშვები წაღარო თქვით 3 წლისები კამერასთან აი ესე ყინვაში ლამაზი ბრჭყალა კარბებით დგანან აქედან ეჩვევიან რა თქმა უნდა შეთანხმებული ვართ მშობლებთან დიდი პლედებით არიან მოსულები და ცხელი ჩაით და რომ ის თავის მაგალითად სოლოს როდესაც სიმღერებს იღიმის ბავშვი კამერასთან გამოდის და კანკალებს ანუ იმდენად გამოცდილებას და იმდენად ბავშვისთვის ძალიან სამეკეთ დიდისთვის კი ძართულია მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი გათვლა რომ თქვათ ბავშვი სანამ დადის ლაპრიმაში მიიღოს ძალიან ბევრი გამოცდილება, ძალიან ბევრი კონცერტი, ბევრი გადაღება, თუნდაც აი თქვენთან სტუმრობა, ესეც კიდევ ეს ბავშვები არიან პირველად, სხვა ბავშვები რა თქმა უნდა არიან. ხო, პირველად არიან და იმენად ახლა აქედან ბედნიერები წავლენ და ეს იქნება ამათვის კიდევ ერთი გამოცდილება და მინდა რომ როდესაც გაიზრდებიან და გაიხსენებენ იმ წლებს, როდესაც ლაპრიმაში დადიოდნენ და წარსდგებიან დიდი აუდიტორიის წინაშე, უკვე ეს ჩვენთან რომ გამოვლილი ექნებათ ეს კონცერტები, გადაღებები, უკვე მე მგონია რომ არაფრიც აღარ შეეშინებათ. არა და რათავარია ისწავლიან კიდევ ერთხელ მეგობრობის სიმღერის გარდა ურთიერთობას, მეგობრობას, გუნდურობას და რაც ყველაზე მთავარია. შორის თქვენი ხშირი სტუმარი ჯანაშია კი ბატონო, მარტო ხშირი სტუმარი არა, ერთი დღე იყო რომ ჩემი თანაწამყვანიც კი იყო ჩემი ამერიკის დასაწყობად წავიდა. რა ჩამოვა ზუსტად ვიცი. მოვიკითხავთ დიდი სიყვარული. დიდი სიყვარული პარპარე გვაკლია ძალიან. ესე იგი ფართოვდებით შეიძლება ესე ითქვას. ოღონდ მიღება შეწყვეტილი. არა, იანვრიდან განვაახეთ. ეხლა უბრალოდ ჯგუფები დაემატება, ფიზიკურად არ შეგვიძლია კი ბატონო. პედაგოგი არ გეყოლებათ ამდენი ალბათ. ამდენი პედაგოგიც არ არის და თქვენ სწორი თქვით ძალიან რთულია სწორი პედაგოგის შერჩევა. შეიძლება იყოს ძალიან კარგი მუსიკოსი, მაგრამ აცალე, საუბარი. ანუ ხო ეს ადამიანმა გაიღიმა. გაიგარი, ნახე რა კარგია, პოზიტივი, რა მაგარია. ეხა ყველაზე მთავარი რა მინდოდა მე ხაზი გამელო ამ ამბავზე. ეხა რასაც უსმენდი სიმღერას, არც ერთი მაღალი ბგერა არ აქვს ბავშვებს და ეს ძალიან მაგარია. სანამ მუტაციური პერიოდი არ დამთავრდება, არ დასრულდება, მეც ჩემს გოგონასაც, რომელიც ცდილობს იმღეროს, ესე იგი მაღალ ბგერებს ვარიდებ. აი როგორც კი ადის მაღლა და ვეუბნებ რომ გაჩერდი, იმიტომ რომ მე არ ვიცი სად ნაიღოს ეს ბგერა. ასევეა ჩვენი არაჩვეულებრივი რესპონდენტი. ხო, აბსოლუტურად მართალია, რომ მომავალი არ გავუფუჭოთ ბავშვებს და ძალიან კარგი. ეს უნდა იცოდეს ყველა ვოკალისტმა, აი, როდესაც მაღალი ბგერებით ამუშავებს ბავშვს, მე არ ვერევი არავის რა თქმა უნდა კომპეტენციაში, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან და უამრავი, ასე ვთქვათ, მასტერკლასიდან დაგროვებული და ჩემ თავზეც რაც ბავშვებიდან გამოვიარე,
რაც უფრო ბავშვებს თუ გვინდა რომ აიღოს მაღალი ბგერა, უნდა გავუხსნათ დაბალი ბგერა. ანუ დაბალი ბგერა რომ გაიხსნება, ავტომატურად იხსნება მაღალი ბგერა. და ამიტომ რატომღაც გონიათ ხოლმე რომ თუ ძალიან მაღლა მღერის ეს არის ხო, არ არის ესე. დაბალი ბგერები უფრო რთულია. ბავშვები რომლებიც უკვე გაიარეს ლაპრიმა, ყოფილი ლაპრიმელები, რა შეგრძნება, როცა მიდიან, მე მეგოს მეგობრები რჩებიან? მეგობრები რჩებიან, რა თქმა უნდა და ძირითადად ახლა გითხრათ 8 წლის, აი წეგან ბარბარე რა ვახსენეთ ჯანეშიას თაობა მოვიდა ჩვენთან 8 წლის წინ და დღესაც დადიან. ანუ ჯერ ესეთი თაობა არ წასულა. არ უყვართ ხოლმე ჩვენგან წასვლა, იზრდებიან, მეგობრობენ, ერთად მივდივართ, თქვათ ქობულეთია თუ კახეთია, უკვე ოჯახებით ვართ, ასე ვთქვათ, როგორც მეგობრები, კი არა და მეგობრები ვართ და უკვე პირველი ლაპრიმელები უფროსი თაობამიც იყვნენ. ეხლა უკვე იმათ შვილები ყავთ და უკვე ისინიც მოდიან ლაპრიმაში. ძალიან მაგარია. აი ხლა ნახე აქ რა წერტილები დგანა, შეხედე ხა იმ პატრა წერტილები. გამიღიმეთ ბავშვებო. აბა დაგვიღიმეთ. ხო. ეხლა ვამღეროთ ლაპრიმელები და მე პატარა რეკლამაზე გავიდეთ. აი ესე მაგრამ მშვიდ, დიდი მადლობა წარმატებები. მადლობა, იხარეთ. იშა ჯიგარი ხარ. Jados